არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა ერთ საინტერესო თემაზე, რომ ტრამპს უყვარს მლიქნელები. ხო, ასე ამბობენ უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, რომ ტრამპს უყვარს ბოდიში ამ სიტყვისთვის პირები, რომლებიც მას აქებენ, აქ საბოდიშო არაფერია და საბოდიშო კი არის იმ სიტყვის გამო, რომელსაც ახლა წარმოვთქვა, ტრამპს უყვარს პირები, რომლებიც უკაცრავად სიტყვისა და ეტენებიან. ეს ასეა, მაგრამ უფრო ზუსტი რომ ვიყო, თითქოს ასეა. ევროპის სივრცეში, ევროკავშირის სივრცეში ორბანზე უფრო მეტი, კიდევ ერთხელ გიბოდიშებ, თორემ სხვა სიტყვას ვიხმარ ახლა, პათხალიმი ტრამპის ადმინისტრაციასთან ან ტრამპის მიმართ ძნელად თუ მოიძებნებოდა, ერთადერთი ფიცო თუ გაეჯიბრებოდა, ისიც ალბათ უფრო არა. ორბანი იყო ის პირი და არის ის პირი, რომელიც დღენიადაკ ცდილობდა დაემტკიცებინა ტრამპისთვის, რომ მასზე ერთგული ევროკავშირში მას ტრამპს არც არავინ ჰყავს. მაგრამ ტრამპი არათუ ორბანს, ეს ხომ ვიცით, არამედ ისეთ დიდ მოკავშირესაც კი, ოდესღაც, აი რამდენიმე თვის წინ დიდ მოკავშირესაც კი საკუთრივ შეერთებული შტატების სივრცეში, თან ორბანზე ბევრად გავლენიანს, ასე ვიტყვი. და ბევრად 1.57 ჯერ წარმოვთქვა ამ სიტყვას, ბევრად მდიდარს. ხო, ორბანს რაფული აქვს საბოლოო ჯამში არც არაფერი. გავლენიანს მოკლედ და მდიდარს კი არა, უმდიდრეს. კაცს ელონ მასკსაც კი არ უწევს ხოლმე ანგარიშს მაშინ, როდესაც ამ ეგოცენტრიკ კაცს და ეგოცენტრიკია რასაკვირველია დონალდ ტრამპი, რაღაცა არ, ეხლა კიდევ ერთ ცნაურ სიტყვას ჟარგონს მიხوار, არ დაევასება, არ მოეწონება, რაღაცა არ მოხიბლავს ამა თუ იმ საჯარო პერსონაჟში, საჯარო პირში და პირი, რომელიც 48-50 მილიონ დოლარს უხდიდა საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს, ანუ ვიდრე გასული წლის ნოემბრის დასაწყისამდე, ის პირიც კი მოიცილა არათუ ვინმე ორბანი, რომელიც ამასთან ცოტაღა დარჩა წამსვლელია. ორბანმა, იცით თქვენ, რამდენიმე ხნის წინ უთხრა, სთხოვა, შეგვიძლია ასე ვთქვათ, დონალდ ტრამპს, რომ ესე იგი ხდება დონალდ ტრამპა სანქციები დაუწესა რუსეთის უმსხვილეს სანავთობო კომპანიებს როსნეფტს და ლუკოილს, ეს ხდება 22 ოქტომბერს, იცით თქვენ, შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში ვაიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თურქეთისაგან და უნგრეთისაგან და სლოვაკეთისაგან რუსული ნავთობის შეწყვეტას ელოდება და ამის შემდეგ უკვე ორბანი სთხოვს დონალდ ტრამპს, რომ გამონაკლისი დაუშვას დონალდ ტრამპმა კონკრეტულად უნგრეთთან მიმართებაში და უნგრეთს მისცემს ამ რუსული ნავთობის შესყიდვის უფლება, რამდენადაც უნგრეთს ძალიან უჭირს. უბრალოდ ორბანს ვერ გაუგია ერთი და მთავარი, უნგრეთს უჭირს, გადა არა, მაგრამ არანაკლებ უჭირს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის და პრინციპში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებსაც, ისინიც გარკვეულწილად ან მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულნი წლების და ათწლეულების განმავლობაში იყვნენ რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, მაგრამ მათთვის ამ გეოპოლიტიკის, ამ გლობალური პოლიტიკის, ამ ახალი ღირებულებათა სისტემის, ან უფრო ზუსტი რომ ვიყო, ძველ ღირებულებებთან მიბრუნების კონტექსტსა თუ ამბავში, მეორე და მესამე ხარისხოვანი ხდება რუსული ნავთობი და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება, რამეს იზავენ, მოდი ასე ვიტყვი, ოღონდაც კი რუსეთი, როგორც ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყანა, ტერორიზმის სპონსორი ქვეყანა, ბოროტების და სიკვდილის იმპერია, ოღონდაც კი შეაჩერონ ისინი მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ევროკავშირი პრაქტიკულად სრული შემადგენლობით უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით მიდის წინააღმდეგ რუსეთისა და ფეხს ძალიან კარგად, ძალიან ოსტატურად უწყობს, სწორედაც რომ ახმამაღლებულ დონალდ ტრამპს, რომელიც გადარია პირდაპირ მნიშვნელობით რომ ვილაპარაკოთ, რუსეთმა თავისი ამბიციებით, პუტინმა თავისი ამბიციებით და უთხრა რუსეთმა ტრამპს, რომ არასდიდებით, აი არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტს
არ შეწყვეტს ომს უკრაინაში თუ არ დაკმაყოფილდება მისი კიდევ ერთხელ ბოდიში უკვე მე-13 მე-4 ბოდიშია ხორული ამბიციები, ანუ ვიდრე არ დაიპყრობს რუსეთი უკრაინის 5 რეგიონს და შესაძლოა მთელ უკრაინასაც კი. ტრამპი რაც არ უნდა არ მოგწონდეს, ამაზე ყაბულ არა, რაც არ უნდა მიგაჩნდეს რომ მისთვის მეხუთე ხარისხოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ასეთი ურღვევის საზღვრები, თავისუფლება, თუგრებავ და ასე შემდეგ, ტრამპი ამაზე ვერანაირად ვერ მოაწერს ხელს, სულ რომ არ აწევოდნენ ევროპიდან მას და სულ რომ საპირისპირო და სწორ არგუმენტებს არ ისმენდეს ის უკრაინის უდაოდ გმირი ლიდერი ზელენსკისაგან. მოკლედ ტრამპმა ამის გამო ეს მოკავშირე ორბანის სახით, რომელიც ამ სიტყვას კიდევ ერთხელ ვიხმარ, ეტენებოდა, რომელიც ამბობდა, რომ ტრამპზე უფრო ტრამპისტია ევროპაში და ასე შემდეგ, ტრამპმა თქვა, რომ არა. მე უარს გეუბნები შენ, რა ქვია, ორბანს ვიქტორ, უარს გეუბნები და შენ არანაირ გამონაკლისით არ ისარგებლებ, შენ სუსტად ისევე უნდა თქვა ბუნებრივ აირსა და ნავთობზე, რუსულ ბუნებრივ აირსა და ნავთობზე, უარი ისევე უნდა თქვა, როგორც დანარჩენი ევროპა ამბობს და ცოტა გამშრალი, ცოტა გაოგნებული, შეგვიძლია ასე ვთქვათ, არის ამის შედეგად ორბანი, რომელიც კვლავ ჟიუტად აწვება იმას, რომ ევროკავშირი ომში ითრევს ევროკავშირს, ევროკავშირი ომის რიტორიკას აგრძელებს, რომ ევროკავშირი ცდება, როცა უკრაინას ხვჭერს მხარს, რომ უკრაინა ცდება, როცა რუსეთს უპირისპირდება და საერთოდ კოლექტიური დასავლეთი ცდება რუსეთთან, მართლმადიდებლურ რუსეთთან, ორბანსა და ტრამპს შორის, აქ გითხარით, შავმა კატამ გადაირბია. ეს ძალიან საინტერესო ამბავია, მაგრამ ერთი ნიუანსი აკლია ჩვენ კონტექსტს, რაც ეხება, რაც ითვალისწინებს თუ რაც ეხება, რასთან დაკავშირებითაც, რაც ჩვენთან დაკავშირებით არის საინტერესო, ეს შენი ორბანი უახლოესი სიძმაკაცია, ჯერ ირაკლი კორუმპირებული ღარიბაშვილისა და მეორე ახლა უკვე ირაკლი საკორუმპირებულო კობახიზისა, ანუ იმ კობახიზისა, რომელსაც არ ვიცი რამდენად 1 მილიონს ჩაატარინებენ ოდესმე, მაგრამ უთუოდ რო გაფსკვანჩავენ ესენივე თუ დარჩნენ ხელისუფლებაში, ეს უდავოა და ამას დიდი ფიქრი არ ჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე უფრო ერთგული გოშია ბიზინა ივანიშვილს მართლა არ ყოლია პრემიერებს შორის. აქვე ერთი საინტერესო ამბავი, რაც ტრამპის გატრამპებას და ტრამპის გარონალდებას, აი მე თავის დროზე ვამბობდი, რომ ანტი რონალდი დონალდია მეთქი ტრამპი, ანუ ანტი რონალდ რეიგანი არის დონალდ ტრამპი მეთქი, მაგრამ ახლა უკვე ის ჯამი დადგა, როდესაც უნდა ვთქვა, რომ ტრამპი რონალდ რეიგანის თამასთან ხისტად ცოტა, ხო? და გაცილებით ხისტად, როგორც ეს ამას მაინც პოზიტიურ ჭრილში არ ვამბობ, ამ გზას ადგას, არა. ჩემი აზრით რონალდ რეიგანამდე ყველას ბევრი უკლია, მაგრამ აი ტრამპი ძალიან გააქტიურებულია, საკუთარ თავს არ აღგავსო ვინმე ანტიტრამპისტი იტყვის. იცით თქვენ, რომ პენტაგონმა მხარი დაუჭირა უკრაინისათვის ტომოჰავკების ტიპის რაკეტების გადაცემას ახლახან. 2 კვირის წინ ხახამ შრალი არასწორი სიტყვაა, ცუდი სიტყვაა ზელენსკიზე ამას თუ იტყვი, მაგრამ ცოტა ესეთი აი ფერმიხტილი დაბრუნდა ვაშინგტონიდან უკრაინაში უკან პრეზიდენტი ზელენსკი იმის გამო, რომ საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა ტრამპსა და ზელენსკის შორის, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობას არაფერი მოასწავებდა, იმიტომ რომ ტრამპი ხპირდებოდა მართლაც, რომ ტომოჰავკებს მოგცემ, მაგრამ მერე შედგა ზარი ზელენსკისა კი არა პუტინისა ტრამპთან და პუტინმა 24 საათით მოუქონა ტვინი დონალდ ტრამპს. მაგრამ ახლა ტრამპი დაუბრუნდა იმ რიტორიკას, დაუბრუნდა იმ გადაწყვეტილებას და აგე პენტაგონმა გასცა გადაწყვეტილება რეკომენდაციებასთან დაკავშირებით, ხარი დაუჭირა უკრაინისათვის ტომოჰავკების ტიპის რაკეტების გადაცემას 4150 ამგვარი რაკეტა აქვს, ეგრა მაგის პასუხია და 50-დან ეს ძველი ინფორმაციაა, მაგრამ მაინც 50-100 ტომოჰავკის გადაცემას აპირებს შეერთებული შტატები, ეყოფა რუსეთს? საკმარისია იმ რუსეთს, რომელიც ბოლო ხანები კი არა, სულ ასია, მაგრამ აი ბოლო ხანებია
გაავებულზე მეტად გაავებულია, იცით თქვენ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით პაკროვსკის მიმართულებით და გარკვეულზე მეტ წარმატებებსაც აღწევს, რუსეთი რაღაცამ უნდა შეაჩეროს. და რა შეაჩერებს? რა საკვირველია შეაჩერებს? მეტი და მეტი შეიარაღება უკრაინისა, მეტი და მეტი იარაღი უკრაინას, მეტი და მეტი შეტევები უკრაინისა რუსეთის ზურგში, ასე ვიტყვი, და ზურგში იგულისხმება არა იქვე კურსკი ასე მაგალითად, არამედ ზურგში იგულისხმება პეტერბურგი და მოსკოვიც. ამიტომ ხვალ არ გაგიკვირდეთ და ამას ზელენსკიც ამბობს, მე კი არ გაგიკვირდეთ, რომ ხვალ გაიღვიძოთ სიცხამდილით და აღმოაჩინოთ, რომ дуслат თქვათ, მოდი. Что-то взорвалось. Რაღაცა აფეთქდა. ღია ვოლსკი, შენ მინდა მოგმართო. არ გაიკვირვო ვინ და შენ იცი რუსული, что-то взорвалось. ესე დახვეწილი რუსულით უნდა გითხრა შენ მოსკოვში ნამუშევარ კაც ხო მუშაობდი, მაგრამ მაგის პასუხია მუშაობდი. ხო ნიუ-იორკშიც მუშაობდი, მაგრამ შენ მშობლიურ ენაზე უნდა ვთქვა. ახლა კიდევ ერთი ამბავი. იცით თქვენ, რომ დიდი ამბებია ვენესუელასთან მიმართებაში და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჰაერო იერიში მიიტანოს ვენესუელაზე. საჰაერო იერიში მიიტანოს სახმელეთო ოპერაცია პრაქტიკულად გამორიცხულია, დაბომბოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები, შეაჩეროს მადურო, დაასრულოს მადურო, მოდი ასე ვიტყვი. არა მხოლოდ შეაჩეროს, არამედ დაასრულოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ ერთი ბოროტებით ნაკლები იქნება. აქ მარტო ის არ იგულისხმება და სიგიჟია ლაპარაკი იმაზე, რომ აი ვენესუელას ბევრი ნავთობი აქვს და სჭირდება შეერთებულ შტატებს ნავთობი. რა საკვირველია სჭირდება? ვინ უარყოფს ამას? სჭირდება, მაგრამ ყველაფერთან ერთად მადურო არის ანტიკაცობრიობა რეჟიმი, ეს ერთი, ანუ დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, თამაშის წესებთან, მსოფლიო თამაშის წესებთან ისე მწყრალად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოინტია. ხო, ანტიამერიკანიზმით დაკავებული, ანტიამერიკულობით დაკავებული ის პირი, რომლის რეჟიმის დასრულებაც გარდაულა დაუცილებელია, მით უფრო რომ იქვე ყურის ძირში ხავს მეთქი, ალბათ ასე უნდა ვთქვა, ვენესუელა შეერთებულ შტატებს, ანტიამერიკანიზმი, ნარკოკარტელები, დიდი რაოდენობით ნავთობი, ადამიანის უფლებების დარღვევა მადუროს რეჟიმის მიერ, დემოკრატიის სრული უგულებელყოფა, ანტიამერიკანიზმი და ასე შემდეგ, საკმაო მიზეზი დახმავდა საიმისოდ, რომ ეს გახანგრძლივებული დიქტატურა მადუროსი ვაშინგტონმა აღმოფხრას. ეხლა ბევრი ამბობს, რომ ვაშინგტონი ძლიერი არის, რომ მაშინ როდესაც ის soft, ანუ რბილი ძალით მიდის წინო და მაშინ არის ძლიერი არა წარმატებული, ან გახანგრძლივებულად, ან სრულად წარმატებულიო, მაგრამ ამ ვერსიას მე ან ვიზიარებ, ან არა, ნაწილობრივ ვიზიარებ. დიახ, შეიძლება შეცდომა იყო ასე მაგალითად 90-იანებში ერახში შეიჭრა, რა საკვირველია. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ იმას, რა დიდი შეცდომა დაუშვა, რა დიდი შეცდომა არა, რა დიდ შეცდომებს და რა საშინელ დანაშაულებზე გაავიდოდა სადამ ჰუსეინის რეჟიმი უკვე შემდგომ ჩამოგდებული, ანუ არა მაინც და მაინც პირველი ოპერაციის, არამედ უკვე შემდგომი ოპერაციის, შემდგომი ომის დროს რა შეცდომებს დაუშვებდა, რა დანაშაულებს ჩაიდენდა სადამ ჰუსეინის რეჟიმი, ვინიც ის და იქნება და სწორიც კი იყო შეტევა ერაყზე გასული საუკუნის 90-იანების დასაწყისში, იცით თქვენ რომ კარიშხალი უდაბნოში ერქვა ოპერაციას. კარგით, მე არ ვუბრუნდები მაინც და მაინც ამ კამათს რა როდის არის ამერიკა უფრო ძლიერი, რბილი როცა არის და რბილი და პრინციპული თუ უხეში და პრინციპული, როდის იმარჯვებს მაინც და მაინც ეს იმსჯელონ პოლიტოლოგებმა, რომლებიც პოლიტოლოგებად ვერ შედგნენ და დიდწილად შეფარვით რა საკვირველია, დაკავებულნი არიან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ერთგვარი, ოღონდ ძალიან ტექნიკური გაправებით და საქართველოსთან და საქართველოსა და რუსეთის დაახლოების პროპაგანდირებით, ოღონდ კვლავ ვიმეორებ ძალიან ტექნიკურად, ისე რომ ბევრი ვერ შეამჩნევს ამას, არ ვილაპარაკოთ მათზე, არც ვასახელებ გულახდილად გეტყვით მათ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, რომ ახლახან
გავრცელდა და გაგითხავთ თქვენის ნებართვით გავრცელდა ჯო ვილსონის tweet-ი very soon Maduro and Ivaniშვილი will და ასე შემდეგ თარგმნოთ ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი ასადის ნახეთ რა წერს ასადის მეზობლები გახდებიან მოსკოვში მაგრამ საწავლენის ინდოსა ომში დამნაშავე პუტინის ტყუილების იმპერია ჩამოიშლება ახურებსო ვინმე იტყვის ჯო ვილსონიო დიახ ახურებს რა საყვირველია აბა მადურო ივანიშვილი და ასადი ერთად რაფრა იქნებიან მოსკოვში ერთმანეთის მეზობლებიო ვინმე იტყვის სწორი ბრძანებაც არის რაც ეს სიზმრებოდა ჯო ვილსონს ის ელანდებოდა ჯო ვილსონსო ვინმე იტყვის მაგრამ თლად ესე არ არის საქმე ის არის თუ ერთ წამს წარმოიდგინეთ ერთ წამს გაიხსენეთ უპირველეს ყოვლისა როგორ დასრულდა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი 24-36 საათით ადრე ბაშარ ალ-ასადი თავს უმყარესად გრძნობდა სირიაში საკუთარ ასე უნდა ვთქვა სავარძელში და თათბირზე აატარებდა იმ კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით კონკრეტული პრობლემების აღმოფხრასთან დაკავშირებით რომელიც იმ წუთში იმ ხანად იმ მომენტში იყო სირიაში შექმნილი და სირია ისიც რომ ახლაც გვარიანად არეული ქვეყანაა, მაგრამ მაშინ ასადის დროს ხო არეული იყო ბევრად და უფრო მძიმედ. თავად ასადს იმ მომენტშიც უკვე ჩადენილი ჰქონდა კაცობრიობის სირიის ხალხის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულები, მაგრამ თუ ვინმე იდგა მის ზურგს უკან და თუ ვინმე ცდილობდა მის გადარჩენას, ეს გაგიკვირდებათ და იყო სწორედაც რომ მოსკოვი რა გასაკვირი ეს არის იქ არსებული სამხედრო ბაზები რუსეთისა და რუსეთის ვერბალური და არა მხოლოდ ვერბალური მხარდაჭერები ასადის რეჟიმის მიმართ მას საკმაოდ მყარად აგრძნობინებდა თავს ზუსტად ისე როგორც მადურო რომელიც ახლა იხვეწება და მოსკოვსაც ევედრება იხვეწება დამეხმარეთ აგე იმპერიალისტი ამერიკელები მოდიანო ზუსტად ასე იყო ასე მყარად გრძნობდა თავს ასადი როგორც მადურო გრძნობდა ერთი ხანობა თავს და ახლა კი იხვეწება მოსკოვს ევედრება მოსკოვს რომ მან დაუჭიროს მხარი. გავიდა 24-36 საათი და ასადი ბრახტა დასრულდა. კონგრესმენია ეს კაცი ვილსონი რომელიც ამბობს რომ როგორც ასადი დასრულდა ასე დასრულდება მადურო რომელსაც თავის მხრივ აქვს დემოკრატიასთან პრობლემები ერთია ანტიამერიკანიზმით არის დაკავებული ეს უმნიშვნელოვანესი პოინტია მესამე ნავთობი მეოთხე ნარკოკარტელი და ასე შემდეგ ნარკოკარტელები ნარკოტრაფიკი და ასე შემდეგ ასევე გაგიფრთხილეთ ბოდიში დამავიწყდა ვენესუელა საკმაოდ დიდარია სასარგებლო ეგრეთ წოდებული წიაღისეულით რომელზეც ასეთი გადაფსიხებულია კარგი კონოტაციით რაც საკვირველია შეერთებული შტატები და კონკრეტულად პრეზიდენტი ტრამპი წინა პრეზიდენტების დროს თითქოს არც გაგვეგო არც ხსმენოდა ამ სასარგებლო წიაღისეულის თაობაზე და მათი მნიშვნელობის თაობაზე ჯო ბაიდენისაგან ხსმენიათ მე არა ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება წინა პრეზიდენტების საგანაც არ მსმენი ახლა ტრამპი ყოველ 7 სიტყვაში ერთხელ მაინც ახსენებს სასარგებლო წიაღისეული უკრაინამ მომცეს სასარგებლო წიაღისეული ჩინეთმა მომცეს სასარგებლო წიაღისეული იქამდენი წიაღისეული აქამდენი წიაღისეულია გაგიჟდები მე შენს იკვლევდა ალკვევ რაში სჭირდება განა შეერთებულ შტატებს და თურმე ამაში სჭირდება სასარგებლო წიაღისეული იქ ლითიუმი არა ლითიუმი და ასე შემდეგ მოკლედ ეს შენი ვენესუელა ამიტომაც არის საინტერესო დამატებით მაგრამ პირველი ჩემი ღრმარწმენით რაც ვახსენე არის მისი ვენესუელის დღევანდელი რეჟიმის ანტიამერიკანიზმის ანტიამერიკულობის ესოდენ სერიოზული მიუღებლობა ტრამპისათვის და აქ დავასრულოთ ერთი წამით მაგრამ მიუბრუნდეთ სწორედ ჯო ვილსონის ამ ტვიტს რატომ წერს ამას კონგრესმენი ესეთი არასერიოზული კაცია და ნახეთ რას ამბობს კიდევ ერთხელ ძალიან მალე very soon Maduro and Ivanishvili will neighbors with Assad in Moscow იქნებიან მეზობლები ასადისა მოსკოვში მადურო ჯერ და ივანიშვილთან დაკავშირებით რა კაჩავს მას ენაზე კი მაგრამ ივანიშვილს რა ნავთობი აქვს არა აქვს მას კონგრესმენი როგორ აძლევს საკუთარ თავს ამის თქმის უფლებას ივანიშვილს რა ნარკოტრაფიკში ასე ღიად მიედავები როგორც მადუროს ედავები ვერ მიედავები
მაშ რა არის ივანიშვილის ასადთან მის ასადის გამეზობლების ასადის მეზობლად ქცევის საფუძველი მიზეზი საბაბი ვილსონის გააზრებით მე გეტყვით რაც ორი რამეა რაც ივანიშვილს უთუოდ გარდაქმნის აქცევს მოდი ასე ვიტყვი სწორედაც რომ ასადის მეზობლად მიუხედავად იმისა 24-36 საათით ადრე ივანიშვილი რამდენად მყარად იგრძნობს თავს აბასთუმანში იქნება თბილისში ჭორბილაში თუ სადაც იქნება იქ შეკვეთილში თუ სადაც იქნება ბაკურიანსში აქ სახლი და არ ვიცი კიდე სადღაც სტუმრად თუ შინ თუ ასე შემდეგ ეს ორი რამ არის პირველი ანტიამერიკულობა ტრამპმა უთუოდ იცის რომ წერილი რომელიც დაწერა პერსონალურად მარკო რუბიო და რომელიც ელჩის ხელით გაუგზავნეს აბასთუმანში ივანიშვილს და რომელიც ივანიშვილმა არათუ არ წაიკითხა არამედ არც მიიღო კონვერტიც კი არ მიიღო ტრამპმა იცის რომ ივანიშვილმა ეს იკადრა იქნება და რა ეწერა ამ წერილში იქნება და ეწერა რომ ყველაფერი მოგვარებადია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეს ერთი და მეორე უმნიშვნელოვანესი მე 2 წუთში დავამთავრებ ამ ვიდეობლოგს იმიტომ რომ პრაქტიკულად გამიგრძელდა ეს არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დარღვევა ანტიამერიკანიზმი და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დარღვევა და პრორუსული თამაში ივანიშვილისა საფუძველია რომ ტრამპმა თქვას მთავარი სიტყვა და ესეც იქნება და ამას ამბობს სწორედ ჯო ვილსონი ჩვენ მივუსვამთ ივანიშვილს ასაც ისევე როგორც მივუსვამთ უახლოეს ხანებში very soon მივუსვამთ მადუროს ასაც მოსკოვში ისინი ერთმანეთის მეზობლები იქნებიან აი ეს არის სიმართლე რომელსაც ივანიშვილი ვერ და ვერას დიდებით ვერ გაექცევა ამის თქვა მინდოდა დღეს კიდევ ერთ ვიდეობლოგში ნახვამდის კიდევ ერთი ვიდეობლოგი მექნება თუ არა ვერ დაგპირდებით ნახვამდის